მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ One Punch Man-ს დღეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის მე-4 სერია The Metal Beta-ს ექვია ლითონის ბიტა, ვინმე, თვითი დავიწყდა. წინა სერია ძალიან მაგარი იყო. დავიღეთ მეტი გაროს შესახებ, როგორ მეტი ან უფრო ძირითადად გაროს ძალების შესახებ. უნდა რომ იყოს ძლიერესი და კიდე უბრალოდ გუნია კიდეც თავი უძლიერესი უკვე, მაგრამ ფაქტია არ არის, არა იმ სამყაროში, სადაც საიტამა არსებობს. რაც შეეხება საიტამას ნახა უკვე პირადად გარო. ქონდა მასთან პატარა დაპირისპირების პონტი, მაგრამ როგორც ყველა საიტამამ გაროც ისე დაავანშოთა. ბოროსის გამოკლებით. ბოროსი სხვა დონე იყო. და ასევე გავიგეთ ის რომ გარო დაჟე საიტამას დონე კი არა, ბოროსის დონეც კი არ არის, ამდენად სუსტია საიტამასთან შედარებით. რაც დიდად არ უნდა მიგვირდეს რომ საიტამა მაგარია, მაგრამ იყვნენ ისეთი მოწინააღმდეგეებიც, ვინც საიტამასთან თითქმის თანაბრად, მოწინააღმდეგე უფრო ერთი რა ქვია ბოროსი ზუსტადაც. ახლა ვუყურებთ thumbnails და ძირითადად ის პერსონაჟები არიან, ვისაც ვიცნობთ. ეს კლასის გმირები, გენოსის ჩათვლით საიტამა და ეს ბლიზარდი, ტორნადოს და ასე რომ ხო შევდგეთ ჩვენს საქმეს. მაინტერესებს როგორ განვითარდება ახლა მოვლენები, სადამდე ვივალთ და როდის დავასრულებთ ამ გაროს არკას. როგორც ვატყობ მალე, თუმცა შეიძლება გაწევონ ცოტა. ვნახოთ One Punch Man-ი მეორე სეზონის მე-4 სერია 3-2-1 დავიწყეთ. დაიცა ხო? OBS-ი შევამოწმე. ამის მერე კიდე ბუსახს უნდა ვუყურო. ეს ინტრო დაბრუნდა. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ გახმოვანებაა შეცვლილი. პატარა გარო? ხეს შემორჩენილი მუსიკა და სამართლიანობის ადამიანი. ისევ ეს გმირი ჩაერია, სადაც თავისი ადგილი არაა. შენ ამას შეიძლება არ დაუთმო, გრაფ დემონო. ვოკალი ეგ სამართლიანობის ადამიანი. სამართლიანობის დარტყმა. ჯანტაბას კიდევ ერთხელ წააგო. ერთი როდის გამოჩნდება ისეთი მონსტრი, რომელიც სამართლიანობის ადამიანს მოერევა. ბავშვობაში ასეთი გმირები არასდროს არ აგებენ? კი, მაგრამ რატომ? სამართლიანობა ყოველთვის ზეიმობს? მაგრამ ეს ხომ არ არის სამართლიანი. მონსტრებსაც ხომ აქვთ თავიანთი სუპერი. რა შეიძლება ხდება? და მონსტრებიც ძალიან ბევრს წვალობენ. მაგრამ ბოლოში მათ ისევ და ისევ კლავენ. იმიტომ გადაწყვიტა რომ მონსტრი უნდა ვიყო. არა და მონსტრები ხომ უფრო მაგრები არიან. მონსტრები უფრო მაგრები არიან. არა და ასეთი ტიპის მაყურებლები მართლა არსებობენ. არსებობენ რა ბევრი არიან. დაწყვეტილი ხარ თქვენ შორისაც არიან ეგეთები. ყველაზე ძლიერი მონსტრი. შევიკაი. მე ვთვლი რომ ბოროტმოქმედები მაგრები არიან. გააჩნია კიდე ბოროტმოქმედს. არა ისეთი როგორც მაგალითად Toddy Breaking Bad-დან ან Longfang-ი ავატარიდან ვინმე ისეთი. რაღაც ძალიან ცუდად მახსოვს, რაც გუშინ მოხდა. რაც გუშინ ეს საიტამას მერე. ვახლებთ. სტუის. გუშინ საღამოთი დირექტორაზე იმედაზე მოხდა თავდასხმა. და დარწმუნებული ვარ ეს გმირებზე მონადირე გაროს ნახელავია.
ესე იგი მისი მიზანი მხოლოდ გმირები არ არიან? არამედ თვითონ ასოციაციაც. ეგ კი არა, მაისურიანი ოსტატიც კი დაამარცხა. მასე რომ ჩვეულებრივი დაცვა არ იქნება საგვარისი. გაფრთხილებას გამოვაცხადებთ. მეოთხე ეპიზოდი. ნუ არ ხოცავს ჩემდა გასაკვირად. რეკომენდაციის მიხედვით არ უნდა დატოვოთ შენობები. გარეთ გასვლა მხოლოდ ეს კლასის გმირთან ერთად დაიშვება. დარწმუნებული ხართ? ამჟამად კინგი დატორნადო. გულებიერენ მონსტრების წინააღმდეგ ბრძოლით. მაგრამ სპონსორი ხელმძღვანელობის რეკომენდაცია მაინც პრიორიტეტული არის. ესე იგი ხელმძღვანელობა უნდა დავიცვათ? უარს ვამბობ. და გაინტერესებთ რატომ? რადგან ამ წუთას მე ბრძოლის სულზე ვარ. კი. ამ წუთას გავიმარჯვე, მაგრამ ახლავე უნდა გავემართო საიდუმლო ბოსთან. ასე რომ თუ შეიძლება სხვას დაურეკეთ. ვაუ, კინგ. დიდი მადლობა რომ დაცვის სამუშაოზე გამოგვეხმაურე. რკინის ბიტა. რკინის ბიტა ეს ტიპი. მე მითხრეს რომ აქ მნიშვნელოვან დავალებას მივიღებდი. როგორც ჩანს, ახლა ასოციაციის წევრებზე ნადირობა მიდის, ხოლო მე კიდე მინდოდა რომ ჩემი შვილი გამომიყვება უბრალო ადამიანის საკვებითაც ამოვიდეთ აქ. რა მაგარი არჩერდი სუპი, მამა. პუტინგიც ყოფილა. მე ვფიქრობდი რომ 10,000 იენზე ნაკლებიანი სუში უფრო საშინელება იქნებოდა, მაგრამ შემდეგ ასაკურად ისინი გემრიელად ამზადებენ. აქ რა კუტა კორცხობა ხდება, მე რა ჯოჯოხეთში ვარ. თებში არ დაბრუნო, რომლითაც ახლა ხანს ჭამდი. რატომ? დაგაკუანატომ, იმიტომ რომ ამაზე წარმატებით ახსი გადავხდა. რა გახმოვანება? მე სრდილობიანია. ხომ გაგითხარით ეს ყავli თებშები არ დააბრუნოთ თქო? რაღაც ამ კერძის ფერი არ მომწონს. ხიზილალაც ხომ არ არის? საშუალო ტორო რა არის? ნუ და დიდი ტოროს იქითაც კი შეიძლება რამე სხვა რამე შეჭამა? არ დააბრუნოთ ხო გითხარი? ჩიგე. კიდევ ერთხელ დააბრუნებ თებში და უკან გაგთხარი. რა კაცია. ზარი? მე ჩემი უმცროსი დაიკოვა. თუ შეიძლება არ წახვიდეთ, ახლავე დაბრუნდები, მოიცადეთ. ტოილეტი. მიხმოვანებს ტუალეტს ტოილეტად. რაღაცა მნიშვნელოვანი. კარგი ხო, საყიდლებზე ცოტათი მერე გავალ. სად ვარ ახლა? სუშის სახლში. არა, რას ლაპარაკობ? გიბიცები ნამდვილად დავალებაზე ვარ. კარგი ხო, მოგიტანო ხონდარიტირო და მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი. სუშის სახლში. საღამომდე. ჩემი და კი არა, მე უნდა ვტიროთ ახლა მის მაგივრად. ამიერიდან ხელმძღვანელობის წყეულ დავალებაზე აღარ წავალ. პუშენი, ნუ თუ ეს ის გაროხია. გაროხი. როგორ ჩანს არა? გადაარჩენე გთხოვ, მონსტრმა დაიჭირა ჩემი შვილი. როგორ ჩანს ეს ასოციაციის დირექტორია. მაგრამ გაგვიმართლა რომ ის ბავშვთან ერთადა. მოდი წავართოთ ოყნა გავუკეთოთ რა გავიქცეთ. რა გახმოვანება? თითმანდა. თქვენ აქედან ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ. იქამდე სანამ არ გადაიხდით. დაგენცრა, ბოზო. დიარანკა მითხრა რომ აქ მხოლოდ ნაჩვენები ყავი და მეტი არაფერი. ეს გახმოვანება რაღაც საოცრებაა. მაგრამ სამგიეროდა. გაიქნება თუ არ დამბლოკავენ. ეს კიდე თამაშზე. რეგისტრაცია. უკაცრავ დირექტორის სახელით გინდა ჩაგწეროთ. დიარანკოც შემწერა. შვენიერია, ახლა კიდე შემწერეთ თქვენი საბრძოლო სტილი. საბრძოლო სტილი? რა ქვია იმ ხელების ქნევას? დირანკო. ეს კიდე მებრძოლეების სქემა ყოფილა. გუნდურად აკვეს. ალბათ ეს ბოკუსანი ძალიან ძლიერი ვინმეა. აქეთ მხარეს ალბათ კიდე ყველაზე ძლიერი სუირო არის. ნუ მაგაზე შენ არ უნდა ინტერვიულო, საიტანა. შენ ხომ დირანკო ხარ არა? შემთხვევით მას ხარ იცნობდა ნეტა. კარგი, ახლა რა მოგივიდა? არ მითხრა რომ ახლა შენი მეკუბარი დაგავიწყდა. და ეს წყალბადი სქესის მუშტი რაღა არის. მაგრამ პრინციპში გასაკვირის არაფერია. რადგან შენ მე არასდროს არ გიყვარდი. იმედი მაქვს. უხერხულია. საიდანო არ გადაწყვიტა ჩემს მაგივრად გასვლა. გადაწყვიტა. კარგად იცი რომ გადაწყვიტა. ნუ, იდიოტი ხომ არ იქნება. იქნება. და რომ შეხედავ ნამდვილ ყეყეჩს გავს. შენ თქვენ საიტამა? თქვენ შემთხვევით ის არა ხართ. ესე იგი, შენ ციცნობს საიტამას. დირანკო, იმედი მაქვს ხვდები თუ რატომაც დავთანხმდი შეჯიბრებაზე. საერთოდაც არ მაინტერესებს. ასე რომ ალეცადი ახლა შენ საქმეზე. ამის მხოლოდ ორი მიზეზია. პირველი ეს სუპერ ბრძოლა და ერთ-ერთი საუკეთესო გზა სახელის მოსახვეჭად. თავის დროზე ამ ტურნირზე ბანჰამ პირველი ადგილი აიღო. ხოლო მეორე მიზეზი კიდე. გახსოვს რა მოხდა წინა ტურნირზე? არა. მაშინ ხომ ის მგლის ნიღბიანმა გაიმარჯვა. მგლის ნიღბიანმა.
ტურნირის შემდეგ ნამდვილი მგლისთავიანი უგონოდ იპოვეს. იმის შემდეგ ტურნირში მხოლოდ ნებადართული არის ნამდვილი სახელით გამოსულა. ესე იგი ნამდვილი სახელით? ხოლო შენ კიდე საფეხბურთო ზონაში შეხვედი, სადაც შენი ნამდვილი ბრძოლის ხელოვნება გამოამჟღავნე. და რა მოხდება თუ ყველაფერი თვალსაჩინო გახდა? დისკვალიფიკაციას მოგცემენ და სამუდამოდ აგიგრძელავენ მონაწილეობას. ეგ კი არა იმ შემთხვევაში შემდეგ ისიცაა შესაძლებელი რომ დაგაჯარიმონ. რაც არ უნდა. დაგიჭირონ. რა? რა მოგივიდე? ნუ თუ შენ მიხვდი. ჩემი კაი. თუ ვინ იყო მაშინ ის ბოროტ მოქმედი? გადარჩი. ვიდეო ჩანაწერის ნახვის შემდეგ ყველაფერს მივხვდი. სხვა ის დამხვედი. იყო ის გარო. ისა მე ვარ. ვაუ, ბიზია. ვიდეო პატრულირებ. რამდენჯერ გავდა გითხრა, არ ვარ მე ბიზია. აჯობებს ტექსტი მათხოვა. ბიზია. საერთოდაც არ მინდა რომ ვის მესეს ვათხოვა. წინაზე დიდო ბიჭო, ახლა ბიზია. არ შეიძლება ერთი და იგივეს უძახდა, რადგან სხვადასხვა გახმოვანებებია. ესე იგი გარო? ისევე სახელი მოხდება. ეს წელიწად ნახევრის წინ იყო. ზუსტად მაშინ როდესაც ის დოჯოდან გააგდეს. სხვა ვარიანტი არ არის. და სხვა ვარიანტი? როგორც შენ შეტოლეს დადიოდი და ამიტომაც არაფერი არ იცი. მაშინ ჩვენი მენტორი შვებულებაში იყო. მომ ბეზრდა. რა? მე აქ უკვე სხვა ვერაფერს ვეღარ ვისწავლე. მოდი რეალურად ვიბრძოლოთ. ის თავის კლანჭებში მალავდა თავის ნამდვილ გაზრახოს. ის რომ არა, არც ჩვენ მოგვიწევდა დოჯოდან წამოსვლა. ამიტომაც დღეს მე აუცილებლად გავიმარჯვებ ამ შეჯიბრზე. და საკუთარ თავში რწმენას დავიბრუნებ. იმ რწმენას დავიბრუნებ, რომელიც გაროსაც არ აქვს. მაგრამ რომ გიყურებ დოჯოში ყველაზე სუსტს. და ამ ხალა შეჯიბრზე მაგარი სიურპრიზია. შენ თავზე ბევრი აიღე. როცა შენს თავს საუკეთესო მოსწავლე უწოდე. ასე რომ თავში არ აგივარდე. ნუ საიტამას არაფერი უჭერს. ესე იგი საიტამა შეიძლება გამოვიდეს შენი სახელით იმ ტურნირზე რა? დიახ. მისნაირი მოყვარულისთვის ეგ ადგილი ცოტა მკაცრი არის. ვორწკლი პურტზე მოკლავენ. შეგიძლია მაგაზე არ იღალო. არა არის ამბაგას. რადგან ის გმირი არის. რომ წოდნა და თავიდანვე ის რომ გარო მიდიოდა დოჯოდან აღარც მე არ წამოვიდოდი იქიდან. და რომ ეგ არ მომხდარიყო მაშინ ამ წუთას მე დოჯოს ყველაზე საუკეთესო მოსწავლე ვიქნებოდი. შემიძლია იქამდე გავაგრძელო შენთან ვარჯიში სანამ შენს ნამოს არ დაკარგავ. მაგრამ შენ ხომ მაინც ახვედი დოჯოდან? მრავ? ძირენგო მარტო აღუდგა გაროს. ყველა ვარიანტში გაროს მე ნამდვილად მივხედავ. ის თუ ისევ გააგრძელებს გმირებზე ნადირობას, ჩვენც ერთ დღესაც შევხვდებით. მოკლედ რა ვთქვათ. დოჯოდან წასული არ უნდა ბაქიაობ და ვითომთ ყველაზე საუკეთესო ხარ. მე დავიმახსოვრებ შენს ნათქვამს. სუპერ შეჯიბრება ერთ დღეში ტარდება. და თუ შენ შეძლებდა პირველივე დღეს არ გამოეთიშები, მაშინ ჩვენ შევხვდებით რინგზე. და ზუსტად მაშინ მე შენ გიჩვენებ, თუ რა არის ნამდვილი ბრძოლა. კაი, მაგრამ ვერა. ნამდვილი ბრძოლა არა? მე უკვე დამოვიწყდა, როგორი იყო ეგ. ვუბრუნდებით რკინის პიკას. მამიკა, ის მარტივად მოერია მათ. მოდი შვილო სურათი გადავუღოთ სამახსოვრად. ეი, აქ ყოფნა სახიფათო, ასე რომ დროზე წათქიდან. ადამიანისგან ჩვენი მოდგმა ასე მალე განადგურდა. შენ ჩვენთვის ძელსა და ძლიერი ხარ. რკინის ბიტო. აი თურმე რას ნიშნავს ეს კლასის გმირი. მაგრამ ალბათ შენს თავს დაუმარცხებლად თოლი არა? აი ადრე კიდე მე ვთვლით იმასე. ვახეს მწერები როგორი გამძლეები ხართ? თავს გაგიჭყოლეთ და ეგარი. მაგრამ მე ჩემს წინ ის გამოჩნდა. კიდევ ერთი? შემო მეგობარი. სენპაი ეთქვა დიბლანუს. შემიკაი. სეცკების დაუძინებელი მტერი. ფუ რასაც იზღრობა? ორჯერ უფრო დიდია ვიდრე წინა იყო.
ფურას აზიზღრობა. მონსტრის სახელწოდებით რაფლისიდონი. რაფლისიდორი რა? ესე იგი გმირებზე მონადირე განვა ქარფაშუაშია? არ არის ახლა ამაზე ფიქრის დრო. პირველ რიგში თქვენ დამოგიცილოთ თავიდან. ხო, ნებისმიერ სიტუაციაში ის ყოველთვის დგება ხოლმე ფეხზე, ასე რომ შეგიძლია მასზე უბრალოდ არ იხელვოდა და ისვენო. საერთოდ მე თანაც ის თავის თავს სხვა ადამიანად არასდროს არ წარმოაჩენს. სულ რომ არაფერს მეწმირი. ისათა უკვე დავწერდი. რა მაგრაც სტებით ვერც კი წარმოვიდგენთ ბიჭებო. აუ ესეც გასწვით. რა მოწყენილობა? ჩემი არ იყოს. ეს მცველი ძაღლი არის. ვიცით. საყვარლობა. ერთი შეხედვით დებილს გავს კოსტუმში. ჩემი კაი ეს ბავშვი. რა თქმა ეს ბავშვი გაროს. ეს კლასშია. მე-12 არის ეს კლასში. ეს ბავშვი გაროს ამარაგებს ინფორმაციით რა. ასე რომ თითქმის ყველა ამარაგებს ინფორმაციით სწორი ფორმაა ვაფშე. სასტრაფო ევაკუაცია. ქალაქის სავაჭრო კვარტალზე თავდასხმა იქნა განხორციელებული. მოკლედ ვთქვათ, დაგვეძრა. კაი ახლა ამას არ იტყოდნენ. ის ბინდა იმყოფება. მოქალაქეთა საფურებლებად უჯებს იქნება თუ შენობებში დარჩენით. ზია, შენ რა ვერ გაიგე? ზადი გაიქეცი დროზე სახლში. კარგით. ბავშვს არაფერს უშავებს. მოქალაქეთა ევაკუაცია დაგვეძრა. ვაი, მე ვერცო ეს გახმოვანება. მრავალ ფეხება. ესე იგი მაინც ჩაები მას რა. იგი იმიტომ რომ მან ჩემი უმცროსი ძმა მოკლა. რა არის თქვენი რეალური მიზანი? მან ის ორი დებილი თქვენ რაში გჭირდებათ? თუ ჩვენზე გაიმარჯვებ, მაშინ მოგიყვებით. როგორც იქნა ჩემ ადამიანებელმა გასმა იმუშავა. ლობიუმ გამართლა. მიდირგინის ბიტა. რა ხდება? მიდირგინის ბიტა არ დანებდე. თკბილს იზმრებს გისურვებ. მიღე. ჩემი კაი. ნუ არ მოკვდება. One Punch Man-ში პერსონაჟების დახოცვა ასეთი მარტივი არაა. საკუთარ თავს დაარტყა. შენ რა ჭკუიდან გადახვედი დებილა? ასე ძლიერდება? ეგრევე შვება ვიგრძენი. ის უფრო ძლიერი გახდა ვიდრე არა იყო. კაი. ასეთი პატარა მოქმედებით ამხელა ძალა გახსნა? კი მაგრამ რა მოხდა? როგორც ჩანს ასეთ ძალებს. რა თქმა უნდა იპოვე. თქვენგან კიდე არანაკლები დარტყმა მივიღე. მაგრამ მე ისეთი კეთილი ვარ, რომ მაინც გაგანადგურე. აბარა. ერთი დარტყმით. ვაუ. სახელმწიფო. დიდი ხანია სერიოზულად არ მიებრძოლია. ოჩახი. ჯანდაბს დამოვიწყდა რომ ჯერ მეკითხა მაგათვის თუ რატო იყვნენ აქ. ფუ, იუგარი ვერ დავაფიქრე. კაი. ნუ როგორ ჩანს ეს ორი დებილი არ დაშავებულა. ეი, ეხლა გაიგოძეთ. თუ ბიტით გაგაღვიძათ, ჰა? ჩვენ და სახმარებლად მოვედით. ჩვენ აქ ვართ რომ დაგეხმაროთ. მადლობთ. და კაციანან ასე? ყოჩა, ხოღოდ მე უკვე მოვერიებად. ბრავო. როგორ? ნუ ვერაფერს ვერ იტყვის, ნამდვილი რკინისაა რა. ახლა უკვე დირექტორის ოჯახი ნამდვილად უსაფრთხოდ არის. ვერა მოხდა? თუ ჯერ უმცროსი მრავალფეხა გამოჩნდა და შემდეგ უფროსი მრავალფეხა. ეს იმას ნიშნავს. არა, ახლა ეგ არ მითხრა. გახსოვს, რა მოხდა 2 წლის წინ? რა მოხდა? ისევ განმეორდა. ხო, აქ მხოლოდ პირადი დაცვა აღარ გვიშურს. უფრო დიდი მრავალფეხე გამოჩნდა? კიდე. საბოლოოდ დაინგრევა.
ჩემი გაი უფრო ეს მრავალფეხარი. უფრო სიმრავალი რა სახელია საფრთხე საფეხური. ეს უფრო სიმრავალფეხა ეს კლასის დახმარებას გამოვიძახე. ინტროდან ოპენინგიდან დავიხიოთ. ასევე ტიპი ანანასია მარჯვნივ ასე რომ მეგორი გაიყვანეთ სანამ მე ამას მივხედავ. და ცოტა ჩქარა. დროზე. აბა ეხლა რა გავაკეთოთ? იმედი მაქვს ის ჩვენ არ გვიყურებს. ერთხალთ ის თქვენ მოგდევთ. უკან არ მოიხადო გაიქეცე. ჩიტა ძალიან ხარია. გზიდან მომესალე მე მას მთელი ძალი დავარტყი, მაგრამ ერთი ნაკაწრის კი არ დარჩა. მაგრამ როცა ვარტყავდი, მან სახე მომარიდა. სახეში მან უნდა დავუმისნო. თან ძალიან დიდია მართლა ექსიგარიაში და სიგრძეში იყო ვაფშე არ მიიხადო, ჩვენ ამას მივიღადე. მოიცადე იქ ხომ? მე გადაარტყმა. ტკივნეული. დრაკონის ფურთხები. დრაკონის ფურთხები არა არ მოკლავს ზიანს მიაყენებს მაგრამ ვერ მოკლავს მრავალფეხება ნუ საიტამა უნდა მოვიდეს ვაი და ყოფილა დრაკონის საფეხური. შუალებრივი ადამიანები ამას ვერ გაუმკლავდებიან. ევაკუაცია ქალაქ ესთავს და ეს სხვა მონსტრი საფრთხის საფეხური დრაკონი შობ დროზე გაიქცეთ მაგრამ თუ ცოდვილები ხართ ჩემ ფეხებს გადარჩებით ნუ თუ გმირა მაცაკეს ვადგან ჩვენ სამყაროს დასასრული დროზე გაიქცეთ. ერთი ამას უყურე როგორ გარემოვა ესე იგი საფრთხის საფეხური დრაკონი არა? ისე საინტერესოა ეგენი მართლა შევხვდნენ რკინის ბიტას. ესეც შენი პასუხი რკინის ბიტა? კი მაგრამ რატომ? აი თურმე რა ყოფილა. ესე იგი ჩემს გარდა სხვა მოკლა ეს კლასის გმირი. მე ტყუილად კარგავ. არ მომკვდა რა აჯობებს რომ მალე დავბრუნდე. მოიცადე ერთ წუთი რკინის ბიტა. ერთი წუთით გაჩერდი. შენ თუ ცოცხალი ხარ, მაშინ გეგმები მეცვლება. შენ ჩემი მეორე გმირი ხარ ეს კლასიდან. ეხლა შენი მოწინააღმდეგე მე ვარ. შემებრძოლე. რაზე ლაპარაკობ შესულელო. ვერ ხედავ იმ მრავალფეხებას. ეს გაროა გასაგებია. ესე იგი ის მონსტრი შენ ხარ, რომელიც გმირებზე ნადირობს, არა? ყოჩა ხროში მოარტყი, ზუსტად ეგ გარო ვარ. მისმინ ეხლა შენთვის დრო არა მაქვს. და თუ მაინც ბრძოლა გინდა, მაშინ შენი თავიდან გამოასხავ მთლიანად ვინს. ეგ არ მოხდება გაგრძელება იქნება. მანი მომზადებულია ტოკიოჯის ერთ კითხულობდა გიორგი დაშალძე, იგივე როგორც ცოდა აკრაის სპეციალურად ტოკიოზე. კედრების მერე არ იქნება შესია რა ყოველ შეხვედრამდე არ მოიწყებათ. რამდენიმე წამი არის უნდა იყოს არა რა? აკი ქალაქ ესაში დრაკონის საფრთხე არის? ой, მე მართლა რა საშინელება. აბა გოგოებო, თქვენ უკვე მიდიხართ სუპერ შეჯიბრის სანახავად? მაშინ თუ შეიძლება მეც გამიყოლეთ. დიდი ხანი აქ არ ყოფილი ვარ და თამოვეწყდა გზა. შენ ხომ? მე მგონი. აბა ახლა თანახმა ხართ? შემდეგ სერიაში, რომელიც იმედი მაქვს რომ ერთი კვირის თავზე გამოვა. გამოსულია უკვე ტურნირი. საბრძოლო ტურნირი ანუ ნახავთ შემდეგში საიტამას ტურნირს და სავარაუდოდ გაროს და მრავალფეხებას თემას ვაფშე არ შევეხებით. კაი რაც არის ერთიც მაინტერესებს და მეორეც ესე იგი ეს იყო One Punch Man-ი მეორე სეზონის მეოთხე სერია რკინის ბიტა საინტერესო სერია იყო ნახეთ მეტი უფრო უკეთესად რკინის ბიტა გავიცანით მისი შესაძლებლობების შესახებ გავიგეთ თავში რო ირთხავს იმ ბიტას ეგრეთ თქმა უნდა მოლოდნელი იყო მაგრამ საინტერესო კარგად გააკეთეს მომეწონა
მაინტერესებს ბიტას და გაროს ბრძოლა, რომელიც დარწმუნებული ვარ გაროს გამარჯვებით დამთავრდება, მაგრამ შეიძლება მანამდე მოუწიოთ გაერთიანება იმ მრავალფეხებას წინააღმდეგ, ან არ ვიცი გარო ბიტას მოირევა და თავისით მოირევა მე იმ მრავალფეხებასაც, თუ არ აინტერესებს გაროს საერთოდ მონსტრები, რავი. არა, პრინციპში მონსტრების მხარეს არ უნდა იყოს წესით. თუმცა თუ მრავალფეხება თვითონ დაესწრება თავს, მაშინ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს, რა თქმა უნდა. ხო. საინტერესო სერია იყო მაინც. ნახოთ ახლა რა სიზამს საიტამა ტურნირზე. რადგან მშვიდობებით ახლა. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ არხი, დატოვოთ კომენტარი და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. გნახავთ შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.